ჰამენბერგის 61 გვერდიანი დასკვნა მინარღვევს ადამიანის უფლებებს ახალი ხელისუფლების პირობებში. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ქვეყნის მთავრობას რეკომენდაციების მთელი პაკეტით მიმართავს და ფიქრობს, რომ ციხეები ისევ ხელისუფლების სუსტი რგოლია. ჰამენბერგის დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხება. ევროკავშირის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავებში შენახული და უკანონოდ მოპოვებული ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის განადგურებას თხოვს. ინახავს თუ არა ხელისუფლება ამ ჩანაწერებს და თუ ინახავს რისთვის და რატომ შეაჩერა მუშაობა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ეს ჩანაწერები უნდა გაენადგურებინა. დოკუმენტის კიდევ ერთი ნაწილი პროკურატურას ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არ არსებობს მკაფიო გამყოფი ხაზი. სპეციალური რეკომენდაციები განკუთვნილია ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიებაზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. საღამო მშვიდობისა, ეს არის TV3, თქვენ უყურებთ თოქ-შოუს დიდი პოლიტიკა, მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. თომას ჰამენბერგი შინაგან საქმეთა სამინისტროში შენახული სკანდალური ფარული ჩანაწერების განადგურებას მოითხოვს. რა მასალები დარჩა საცავებში და რატომ აღარ იკრიბება კომისია, რომელსაც სკანდალური ჩანაწერების განადგურება უნდა გაეკონტროლებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ჩანაწერების არქივი. ჩანაწერების ნაწილი უკვე განადგურდა იმ ადამიანების ინტერესების დასაცავად, ვინც ამ ჩანაწერების სამიზნეები იყვნენ. მაგრამ კვლავ რჩება ჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად მგრძნობი არიან, მაგრამ ისინიც უნდა განადგურდეს. უნდა იყოს ზომები მიღებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირად ცხოვრებაზე ჩანაწერები უკანონოდ გააკეთა. ჰამენბერგი ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენებზე საუბრობს და სოზარ სუბარს აპყრობილეებში კონტროლის დამყარებისაგან მოუწოდებს, რაც ფიქრობს ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი საქართველოში ადამიანის უფლებებზე ხელისუფლების შეცვლიდან 1 წლის შემდეგ. დღეს დიდი პოლიტიკის კითხვებს პირდაპირ ეთერში თომას ჰამენბერგი უპასუხებს. საქართველოში ოფიციალური პირების მიმართ დაუსჯელობის შეგრძნება აღარ უნდა არსებობდეს, აცხადებს ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი. რატომ გაუჩნდა დაუსჯელობის განცდა თომას ჰამენბერგს და რას პასუხობს ხელისუფლება? დღეს დიდი პოლიტიკის პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს ეკაბესელია უპასუხებს. ადამიანის უფლებების დაცვა, ყველა ინსტიტუტის დეპოლიტიზირება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ეს იქნება მნიშვნელოვანი. რატომ ითხოვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილის დაკითხვას და რა ინფორმაცია აქვს ციხეში პატიმართა შიმშილობაზე? ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის უფლებების დარღვევებს და ეს იქნება ჩვენი სტრატეგია. ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის უფლებების დარღვევებს აცხადებს დავით უსუფაშვილი. ახალი ხელისუფლება ახალ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. რა არის ახალი სტრატეგია? როდის იქნება მზად დოკუმენტი და როდის დასრულდება საქართველოში დავა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე? დღეს არასამთავრობო სექტორის პრეტენზიები ხელისუფლებას, მთავრობის ახალი სტრატეგია და მისი შეფასებები. თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის პირდაპირ ეთერში კახა კოჟორიძე, თამარ გამისონია, გიორგი მშვენიერაძე და ეკაგი გაური. პირდაპირ ჩართვით პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილი. ახალი კამპანია ძველი პროკურორების წინააღმდეგ, ყოფილი პოლიტპატიმრების საგამოძიებო უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს ადამიანების დევნაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ მტკიცებულებებს ახმაურებენ. რატომ ვერ ელევა ახალი პროკურატურა ძველ კადრებს, რომლებიც პოლიტიკურ დევნაში არიან ეჭვმიტანილები? დღეს თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს ყოფილი პოლიტპატიმრები ნანა თხელიძე და შოთა იმნაძე უპასუხებენ. სამართალი, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები თანამედროვე საქართველოში, ის ვინც უფლებების დაცვას ითხოვს და ის ვინც მათ უფლებებს იცავს. ყველა ერთად დიდი პოლიტიკის სტუდიაში უყურებთ დღის მთავარი თემის შეფასებებს და მოისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები. დღეს ზუსტად 20 საათზე მხოლოდ TV3-ის ეთერში. ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების განეიტრალება, დარჩენილი სკანდალური ფარული ჩანაწერების განადგურება, ბრძოლა დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ და წინასწარი პატიმრობის პოლიტიკის გადახედვა. ეს ის 4 მთავარი რეკომენდაცია, რომლის შესრულებასაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამენბერგი საქართველოს მთავრობას თხოვს. იზიარებს თუ არა ქვეყნის ხელისუფლებას შენიშვნებს და მზად არის თუ არა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას. თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია უპასუხებს. მე მას მივესალმები ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღებთ მონაწილეობას დღევანდელ ჩვენს გადაცემაში და აქვე მინდა დაგისვათ პირველი კითხვა. დღეს თომას ჰამენბერგის რეკომენდაციები საკმაოდ დიდი დასტა გამოქვეყნდა. აი ამ წიგნში არის მოცემული როგორც რეკომენდაციები, ასევე მიმოხილვა იმ პერიოდისა, რომელიც ასახავს გარდამავალ პერიოდს ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაში. არის რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვა პროკურატურის. ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომ იგივე ბანო
მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას შემთხვევაში არ იყო საჭირო აკვეთი ღონისძიების შეფარდება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან ისინი არსად არ გარბოდნენ და მზად იყვნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის. ჰამენბერგის რეკომენდაციის გათვალისწინებით აპირებს თუ არა ხელისუფლება რომ გადახედოს ამ პოლიტიკას, რომელიც მთავარ პროკურატურას გააჩნია. საღამომშვიდობის მოგესალმებით ბატონო და თქვენს მაყურებელს და მინდა პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ არათუ ყურს დაუგდებთ ჩვენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამენბერგის ამ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ძალიან მაღალი სანდოობის მატარებელი ექსპერტის მოსაზრებებს და რეკომენდაციებს, უფრო მეტი ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია იყოს გაზიარებული იმ სამოქმედო სტრატეგიაში, რომელიც დღეს იწერება საქართველოს პარლამენტის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით და სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე წლის პერიოდს მოიცავს და რომლითაც იხელმძღვანელებს ქვეყანა. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც უფლებადამცველი ვიყავი და თომას ჰამენბერგი საქართველოს ჩამოდიოდა როგორც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, უმწვავეს დასკვნებს აქვეყნებდა მაშინ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ლამის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბატონი ჰამენბერგი. დღეს ვიხსენებდით ჩვენ ამას, რომ რა დაუჯდა მაშინ ქვეყანას და რა შედეგებამდე მივიდა ხელისუფლება წინა, როდესაც ასეთ ანგარიშებს და რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ვიცით რა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის მთავარი ხერხემალი, რომ ეს არის ის, რაც მართლაც არაფრის ფასად არ გადაიწევა, არაფრის ფასად არ ვიტყვით ჩვენ უარს და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რასაც ელოდება ჩვენგან ხალხი. იყო რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია. მთლიანობაში ანგარიში არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული და ანგარიში მოიცავს იმას, რა ხდებოდა 1 წლის წინ და რა არის დღეს. რა თქმა უნდა, ბატონი ჰამენბერგი აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც მიღწეული იქნა ამ 1 წლის განმავლობაში, მან იმუშავა ეს წელი საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან ერთად და მისი რეკომენდაციები არის ყველა ძალიან საყურადღებო. ის რაც გამოიკვეთა, რომ ჩვენ ამ სამოქმედო სტრატეგიაში უნდა ავსახოთ რა არის იმ ძიმე მემკვიდრეობის შედეგად გასაკეთებელი და გამოიყო რამდენიმე პრიორიტეტი. ეს არის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დარჩენილი პატიმრები, რომლებიც იყვნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი და ჩვენ ვართ ვალდებულნი გამოძიება ვაწარმოოთ და მათ საქმეები გამოვიძიოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფარული ჩანაწერები და თვალთვალი, რომელსაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ განადგურდა ეს ფაილები, თუმცა დარჩა რამდენიმე პრობლემა, რომელსაც დღეს ლაშა ტუღუში საუბრობდა და ეს არის ყურადსაღები და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. რაც შეეხება წინა სწარპატიმრობებს, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოს მიერ წინასწარი დაპატიმრების რაოდენობა, სასამართლო 9%-ით წერს ჰამენბერგის საკუთარ დასკვნაში. კი, შემცირებულია და კიდევ უფრო მეტად იქნება ეს ტენდენცია გამოკვეთილი. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, აქ არ გამოდგება, მე ვფიქრობ, მერაბიშვილის და სხვათა მაგალითები და რატომ. კრიტიკული შენიშვნები მერაბიშვილი რატომ არის პატიმრობაში აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ჩვენსას, ანუ მის თანაგუნდელებს და აქ გვაქვს მარტივი კითხვა, პასუხი, რომ მერაბიშვილის შემთხვევაში სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო სრულიად სამართლიანი წინასწარი პატიმრობის თაობაზე. სასამართლო მიხელმძღვანელა სწორედ იმით, რომ არსებობდა საფრთხეები ისი მიმალვის, გავიხსენოთ ის პასპორტი, ყალბი პასპორტი, რომელიც აღმოაჩნდა ბატონ მერაბიშვილს, რომელიც საზღვარს კვეთდა და დაფიქსირდა ეს დოკუმენტი, მისი კავშირები, კონტაქტები, ურთიერთობები, შესაძლებლობები და აქ სასამართლოს არ გაუჭირდა დაესაბუთები და რატომ იყო აუცილებელი წინასწარი დაპატიმრება. სხვა შემთხვევებში, რა თქმა უნდა, იქ სადაც არ არის აუცილებელი ადამიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ასეთი ღონისძიება მოთხოვნილი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კლების ტენდენცია უნდა იყოს გაგრძელებული, ანუ სულ უფრო და უფრო ნაკლები უნდა იყოს მოთხოვნა მთავარი პროკურატურის მხრიდან, რომ სასამართლოს მიმართონ აკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, ის რასაც წერს ჰამენბერგი თავის დასკვნაში. მე ვიზიარებ ბატონ ჰამენბერგის მოსაზრებას
თუმცა ინდივიდუალური შემთხვევები უნდა გადაწყდეს სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევას ახასიათებს, როდესაც ხდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ადამიანის დაკავება და ეს ადამიანი არ არის საფრთხის მატარებელი, თუ ის დარჩება არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ, ბუნებრივი უნდა გქონდეს მეტად ჰუმანური მიდგომა, მაგრამ როდესაც საუბარია ისეთ ტიპის ყოფილ თანამდებობის პირებზე, რომელთაც საკმაოდ დიდი კავშირები და გავლენები აქვს და მეტი შესაძლებლობები, რომ თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია აქ მიდგომა უნდა იყოს განსხვავებული. ასე რომ ინდივიდუალური მიდგომით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მე აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ჰამერბერგის იმ მოსაზრებასაც, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ მსხვერპლთა უფლებების აღდგენაზე, რომელთა რაოდენობა ძალიან დიდია. აქ საუბარი იყო დღეს საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების გამოძიებაზე, წამების ფაქტების გამოძიებაზე, უკანონო მჟავრდებულ პირთა საქმეების გამოძიებაზე და ასე შემდეგ. ასე რომ მთლიანობაში სამუშაო ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ამ ერთმა წელმა აჩვენა, რომ ის რასაც ვერ ბედავდნენ, ვერც პატიმრები, ვერც გარეთყოფი ადამიანები ეს დაეწყოთ საუბარი თავიანთი დარღვეული უფლებების შესახებ. არანორმალურ და მართლაც კოშმარულ ისტორიებს ყვებიან, რაც გადაიტანეს. დიახ, პატიმრების მხრიდან იყო საკმაოდ მწვავე რეაქცია, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეშერებინა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. ჰამერბერგი საკუთარ დასკვნაში წერს, რომ ბუნდოვანია წყალგამყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას შორის და ის მოითხოვს, რომ იყოს ეს წყალგამყოფი, ანუ პროკურატურის როგორც ზედამხედველი უწყებისა და ინსტიტუციის როლი იყოს კიდევ უფრო მკაფიო. მე წავიკითხავ ფრაგმენტს, ყოველივე ამის გათვალისწინებით კიდევ ერთი არგუმენტია დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნის, სასარგებლოდ, რომლის ფუნქციაში რჩება პროკურორთა მიერ დაშვებული სავარაუდო ხარვეზების გამოძიება. საუბრობს ჰამერბერგი სწორედ იმ კომისიაზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლება წინასაარჩევნო დაანონსებდა და პირდებოდა, რომ იქნებოდა ეს კომისია შექმნილი. ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომ ამ კომისიის შექმნა გადადებულია. რა ვადებით არის გადადებული? რამდენი ხანი დაშირდება მთავრობას, რომ მოემზადოს სწორედ წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მიერ დაშვებული ხარვეზების გამოსაძიებლად? ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ვნებათა ხელვაა და მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი ინტერესით ავდევნებს თვალს, ვიცი რომ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს, ვიცი რამდენად დიდი მღელვარება გამოიწვია ამ საკითხმა არასამთავრობო სექტორშიც. მე პირდაპირ მკაფიოდ თქვა, მე აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ჰამერბერგის პოზიციას და მიმაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა, კონსტიტუციური მოთხოვნა, რომ მათ მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენები, იგივე ეს შეთხსული ტერაქტის საქმეები, ეგრეთ წოდებული ჯაშუშები და სხვა ათასი უბედურება, რომელსაც ასე იოლად აბრალებდა ხელისუფლება და რომელსაც ასე იოლად უკეთებდა რეალიზებას იმ დროისთვის არსებული სასამართლო სისტემა ადამიანებს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მართლაც უდანაშაულო მსხვერპლი. ამ ადამიანებს უფლება აქვთ, ჩვენ ამ უფლებას ვერ წავართმევთ, რომ მათ იმართლონ თავი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. ასე რომ გადაწყვეტილება მთავრობას არ აქვს მიღებული, რომ ეს ამაზე უარი თქვას. საუბარია და გუშინაც იყო დისკუსია, ეს დღეების გაგრძელდება და ჩვენ შევჯერდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სამართლებრივი მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომ ჩვენ მოვძებნოთ მოცემულ სიტუაციაში ყველა იმ საფრთხის თუ პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას ახლავს და მე არ გულისხმობ აქ მხოლოდ ფინანსურ საკითხს, რომელიც არის ბოლო ეტაპი. მოვიფიქროთ ყველაზე სწორი მექანიზმი და აქ საფრთხე ბევრი რამ არის, იგივე რა საფრთხეებია? მაგალითად საფრთხეა ის, რომ ვინ უნდა განიხილოს ამ ადამიანების საქმე, იმიტომ რომ სოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომლითაც სასამართლოს გარდა ვინმე სხვას ექნება ადამიანები. არსებობს ქალბატონო ეკა მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც ახდენს გადახედვას ამ ყველაფრის და ეს არის სასამართლოს შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, მოსამართლეთა ერთობა საქართველოშიც ამბობს, რომ ეს ინსტიტუცია უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში, ახალი პალატა, რომელიც გადახედავს ამ ყველაფერს. დიახ, სწორედ მან ვივდივარ, რომ სასამართლო ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ნებისმიერი ის უწყება, რომელიც საბოლოოდ ამ ადამიანების საქმეებს განიხილავს, მაგრამ ესენი უნდა იყვნენ სხვა
ახალი მოსამართლეები, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა ამ უკანონო განაჩენებში. იგივე მოსამართლემ თუ განიხილა ის საქმე, რომელზედაც უკვე განაჩენი გამოტანილია და საჩუქრება, ბუნებრივია ეს აზრს მოკლებულია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ უზენაეს სასამართლოში არსებობს ვაკანსიები, რომელიც ატომღაც აქამდე არ არის შევსებული და ეხლა მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს უნდათ რომ ეს ვაკანსიები გაუქმდეს და შემცირდეს შტატები, მაშინ როცა პირიქით უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები, იგივე უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უნდა გადაიხედოს განაჩენის გადახედვის სამართლებრივი მექანიზმი და კიდევ უფრო უნდა გამამარტივოთ ეს მექანიზმი და იმ მოსამართლეებს, რომელთაც ექნებათ მაღალი ნდობა, მივცეთ საშუალება, რომ დაიწყონ ასეთი საქმეების შესწავლა, გარკვეული რანგირება უნდა მოხდეს პირველი კატეგორიის საქმეები, რომელიც უფრო სწრაფად გადასაწყვეტია და ასე შემდეგ. ანუ ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ ათასობით ადამიანს აქვს ასეთი საქმის წარდგენის და ხელახლა გადახედვის სურვილი. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად არის მზად ამისთვის დღეს სისტემა და უნდა მოვიფიქროთ ყველაზე კარგი გამოსავალი. ის რომ უარს ვერ ვიტყვით, ეს ცხადია. ჩვენ არ აგვაქვს უფლება უარი ვთქვათ, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, უთხრათ მათ, რომ ისინი ასეთად დარჩნენ. მე მიმაჩნია და ეს არის ძალიან პრინციპული, იმიტომ რომ რაც თავიმახსოვს, სულ ამას ვითხოვდი და დღეს სხვაგვარად ვერ დავიწყებ საუბარს და მე მხოლოდ არ ვფიქრობ ამაზე, მთელი ჩვენი გუნდი ნამდვილად არის შეზრული იმ მასშტაბით, რომელიც ჩვენ ნახეთ მსხვერპლის სახით რა გვაქვს და ფიქრობთ გამოსავალზე, ფიქრობთ რა იქნება სწორი, ასე რომ მუშა პროცესი გრძელდება და მე ყველას მინდა უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე უარი არ უთქვამს და ამ მუშა პროცესით ალბათ ჩვენ ყველაზე კარგ გამოსავალს ვიპოვით, რომლითაც უშველით იმ ადამიანებს, რომელიც მართლა მოუთმენლად ელოდება აი ამ საკითხის დადებითად. ქალბატონო ეკა, თუ იყო ამ საკითხის განხილვა იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვნებათა ხელვა მოყვა ამ თემას, გუშინ თუ იმსჯელეს ამ საკითხზე პოლიცსაბჭოს ხდომაზე, რომელიც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თუ არსებობს ზოგადი ვადების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია მთავრობა უარს არ ამბობს, მაგრამ რა ვადებში შეიძლება ეს ადამიანები ელოდნენ, რომ მოხდება მათი საქმეების გადახედვა, იმიტომ რომ გარდა იმისა პატიმრებისა, რომლებიც გათავისუფლდნენ და გარეთ არიან და ეთხოვენ რეაბილიტაციას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში არიან და სწორედ პატიმრის სტატუსით სარგებლობენ და ელოდებიან ციხეებში საკუთარი საქმეების გადახედვას. თუ არ მოხდება ამ ადამიანების საქმეების ძროულად გადახედვა, ხომ არ მივიღებთ შედეგს, რომ თუ დამტკიცდება, რომ მათთვის გამოტანილი განაჩენები იყო უკანონო, ამ ადამიანების უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადები გაახანგრძლივა ახალ ხელისუფლებას ამ პროცესის გაჭიანურებით. პირველი მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ამ საკითხზე გუშინ მსჯელობა იყო და ის მსჯელობა ბუნებრივია ვერ დასრულდებოდა გუშინ, იმიტომ რომ ბევრი სხვა ქვესაკითხი უკავშირდება, აქ არის სამართლებრივი, პოლიტიკურიც, აქ არის სხვა თანამდები საკითხებიც, ამიტომ შეჯერდა პოზიცია იმაზე, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ საკითხზე. ვადების დათქმა ხა არასერიოზულია, რა ვადაშიც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კონსენსუსით შევჯერდეთ მოდელზე. თქვენ იცით, რომ ვენეციის კომისიაც გაიარა ამ პროექტმა და გარკვეული მოსაზრებები ვენეციის კომისიას ჰქონდა. ამ ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით ესეც გასათვალისწინებელია და ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე. რაც შეეხება ვადებს, ეს მე გამოცხადდება, როცა კი შეჯერდება ეს საკითხი, მაგრამ ის რომ პატიმრობაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომლებიც არც თუ ისე მცირე ნაწილი არის, რომელიც უკანონოდ არის მჟავდებული, ნამდვილად ესეა და მე ვფიქრობ პრიორიტეტული უნდა იყოს სწორედ იმ საქმეების შესწავლა, ვინც პატიმრობაში დარჩა. ანუ კომისიის შექმნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განიხილოს სწორედ პატიმრობაში მყოფ ადამიანთა საქმეები. იმიტომ რომ ყველაზე მეტად მათთვის არის ალბათ მძიმე, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ნაწილი 60% პატიმრების იცით ამინისტიის კანონით, რომლის ავტორიც ერთ-ერთი მე გახდით, რომ გავათავისუფლეთ პატიმართა დიდი რაოდენობა პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ დაგვრჩნენ ციხეში ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ უკანონოდ არიან გასამართლებულები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს სწორედ ამ საქმეების შესწავლა და შემდეგ უნდა დავადგინოთ კრიტერიუმები სხვა საქმეების გადაწყვეტის. რა თქმა უნდა, მოსამზადებელი ამისთვის ბევრი რამ და საკმაოდ დიდი სამუშაოა, მაგრამ
ეს არის ჩვენი ტვირთი და პასუხისგებლობა და მე ვფიქრობ, რომ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. და ის მოსაზრება, რომ ჩვენ ვინმეს უხანგრძლივებთ პატიმრობას, ეს არ არის, იმიტომ რომ 16,000-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა ამ დროისთვის, რა საკანონმდებლო ბერკეტი და მექანიზმიც არსებობს, ჩვენ ამას ვიყენებთ მაქსიმალურად, მაგრამ თუ დადგინდება მოგვიანებით, რომ ვთქვათ, იმ ახალი ფორმულით, რომელსაც მომავალს შევჯერდებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრემიერ-მინისტრიც ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ბევრს ფიქრობს და წუხს ამ საკითხზე, დავადგენთ ახალ მექანიზმს, ბუნებრივია იმ მექანიზმით და იმ ახალი საკანონმდებლო რეგულაციით მოხდება ასეთ საკითხების გადაწყვეტა და ვისაც იგი შეეხება, ბუნებრივია ის ადამიანი გათავისუფლდება კიდეც, მაგრამ წინსწრებად იმის თქმა, რომ თეორიულად ვინმე კიდევ არის უკანონო პატიმრობაში, ეს რთულია ბუნებრივია. მე ვიცი ძალიან კარგად ციხეში არსებული მდგომარეობა, იქ ძალიან ბევრი დასახიჩრებული ნაწამები ადამიანია, უბრალოდ რომელთაც ისეთი მაღალი სასჯელები აქვს და ისეთი მუხლები შეუფარდა სასამართლომ, რომ მათ არ შეეხოთ გათავისუფლების მექანიზმი. ამიტომ სწორედ ესეთ საქმეები უნდა გადაიხედოს პირველ რიგში და უნდა შევისწავლოთ. ეს არის ძალიან კინეული თემა, მაგრამ მე მიმაჩნია როგორც ყოფილ უფლებადამცველს, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. დიახ, ქალბატონო ეკა, ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ჰამენბერგი საკუთარ დასკვნაში საუბრობდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა ციხეებზე დღეს ისევ არსებობს და ამას არ მალავს არც სასჯელახსოვრების მინისტრი. ერთი წელი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ თუნდაც ეს გავლენები შესუსტებულიყო, ამ მთლიანად გამკრალიყო საპრობილეებშიც, თუ აქ უბრალოდ საქმე გვაქვს სხვა პრობლემასთან, რომლის გადალახვაც ამ ეტაპზე არის შეუძლებელი. თქვენი ინფორმაციით, თქვენ მუდმივად გაქვთ კომუნიკაცია, თქვენ წერენ წერილებს პატიმრები, რამდენად დიდია კრიმინალური ავტორიტეტების გავლენები საპრობილეებზე და არსებობს რაიმე მექანიზმი ახლა მთავრობაში, რომლითაც მოხდება ამის წინააღმდეგ ბრძოლა? მოდი ვთქვათ პირდაპირ, რომ შედარება იმისა, რაც დღეს ხდება ციხეში, იმასთან რაც ხდებოდა 1 წლის წინ, ეს არის ცადა დედამიწა, აი როგორც განსხვავდება ერთმანეთისაგან. რა თქმა უნდა, უდიდესი ნახტომი გაკეთდა, როდესაც ციხეებში აი უცებ შეწყდა წამების და არაადამიანური მომხრობის ფაქტები და დაიწყო პატიმართა მკურნალობა და ჯანდაცვის რეფორმა იყო უმნიშვნელოვანესი. ამ სტატისტიკაც აჩვენებს, რამდენად დიდი იყო გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა და დღეს სხვა სურათი გვაქვს. მაგრამ იცით როგორ არის, წამება შეწყდა, არაადამიანური მომხრობის ფაქტები არა გვაქვს. პატიმართა დიდი ნაწილი გათავისუფლდა, რეფორმები ხორციელდება, მართლაც შეუდარებელი პროგრესია, მაგრამ პრობლემები არსებობს. იგივე არც ოზარს უბარი არ მალავს, რომ არსებობს კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი გავლენა მოიპოვონ იქ და შემდეგ, ანუ პრობლემებს ვაღიარებთ, თუმცა ვერ ვაგვარებთ. კი, არსებობს, არა, მოგვარებადია, ამას დრო ჭირდება. ადმინისტრაცია მართავს დღეს ციხეებს და არა ქურდები, როგორც ამბობენ ამას ჩვენი ოპონენტები, თუმცა რა თქმა უნდა არის ადგილზე რიგი პრობლემები, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ გარკვეულად გავლენები გაძლიერდეს. მაგრამ ეს არის მართვადი სიტუაცია და არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება, ჭირდება დრო, იმიტომ რომ 1 წელიწადში განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ყავდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას მართლაც ზიანისა და ნების მოტანის მეძარებს არ უკეთებდა, ძალიან რთული იყო ამ პერიოდში ყველაფრის მოგვარება. შესაბამისად, ჩვენ 1 წელიწადში ხა თუ შევიქრით ილუზიას, რომ არა პრობლემა აღარ უნდა გქონდეს, მოვაგვაროთ ყველაფერი, ეს უბრალოდ ირეალურია. შემდეგ წელს ვნახოთ რა სურათი გვექნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად წინ წავალთ. მე რომ პატიმრების წერილებს ღებულობ, ყველაზე მეტად წუხილი არის ჯანდაცვის კუთხით, რომ წამალი უნდათ, ექიმი უნდა, მკურნალობა უნდა. ანუ ისინი ვერ იღებენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას დღეს საპრობილეებში. სხვადასხვა ჰამენბერგის დასკვნაშიც იყო მთელი თავი ამასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის რეფორმა მართლაც კარგად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი აკლდებათ პატიმრებს, ვთქვათ, ან ვინმეს მეტად ეს ჭირდება და ესეთი საჭიროება სულ იქნება, იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენიათ ახლა დაავადებები, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ, რომ არ მკურნალობდნენ და როგორ ექცეოდნენ, ის როგორ იჩანს თავს უკვე შემდეგი ეტაპზე. ყურადღება რა თქმა უნდა მათ აქვს, მაგრამ როგორც კი არის საჭირო, ვთქვათ, ვინმეს მიმართ კიდევ მეტი ყურადღება, ისინი პირდაპირ აგზავნიან ჩემთან წერილს, მე მაშინვე ვაკეთებ რეაგირებას და ყველაზე მეტი წერილი და ესე ვთქვათ, რეკომენდაცია გაგზავნილი გვაქვს სასჯელახსოვრების სამინისტროში და ყველაზე მეტი მათგან გვაქვს დადებითი პასუხი მიღებული, ასე რომ მართლა ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს, არის სირთულეები, სადაც პატიმრებს გაცილებით რთული ოპერაციების გაკეთება ჭირდება და ამ შემდეგ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს, თუმცა ცოტა მეტი დრო ჭირდება
ხვდება, რომ მთლიანად პრობლემა აღმოიფხვრას. თავარია, რომ შედეგები უკვე პოზიტიური შედეგები ჩანს, ეს აშკარად უკვე თვალშისაცემია. დანარჩენი, აი რაც გვაქვს, გამოკვეთილი რაც არის პრობლემები ცალკეული პატიმართა უფლების კუთხით, ბუნებრივია ამაზე მუშაობს როგორც სამინისტრო, ასე მუშაობს ჩვენ ყველა. ქალბატონო ეკა, მინდა კითხოთ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დღეს ამებერგმა პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაანადგუროს ის ჩანაწერებიც, რომელიც ჯერ კიდევ არის დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ნახეთ ჩანაწერების ერთი ნაწილის განადგურება, რომელშიც ახლანდელი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თავად მონაწილეობდა. რატომ არ ხდება დანარჩენი ჩანაწერების განადგურება, რომელიც არის დაცული სამინისტროში? რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს ჩანაწერები დღეს საცავებში? არა, ეს ეხლა როგორ არის საკითხი? დღეს სხვათა შორის ჩემთვისაც სიახლე იყო, როდესაც საუბრობდა ლაშატუღუში ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრი იმის თაობაზე, რომ განადგურდა 24,000-ზე მეტი ფაილი, მაგრამ კიდევ დარჩა გარკვეული რაოდენობა შედარებით უფრო სხვა ტიპის მასალა, როგორიც არის ფოტოები, სატელეფონო ჩანაწერები და ასე შემდეგ. ანუ ის მასალა, სადაც არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, როგორც ლაშამ თქვა, მე არ ვიცი ხა ზუსტად. თუმცა არსებობს პოლიტიკური საუბრები, მოღვაწეობის ამსახველი ჩანაწერი, მათ შორის დიპლომატების საუბრები. კი, თქვა რომ ასეთი არის, მაგრამ როგორც ჩანს ეს მასალა არის, რომელიც გამოძიებისთვის, როგორც მტკიცებულება, ისე არის ჯერ კიდევ დარჩენილი. ანუ გარკვეული თქვენცით რომ ასობით საქმე არის გამოძიებაში, სადაც სხვადასხვა მოხელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა და როგორც ჩანს აქ არის ცალკეული ფაქტები, რომელიც გამოძიებას სჭირდება. თუ აქ ისეთი მასალაა, რომელიც გამოძიებისთვის საჭირო არ არის, მე ეს არ ვიცი, ამიტომ ამაზე კომენტარი უნდა გააკეთოთ იმ საბჭოს წევრებმა, ვინც ნახა აქ რა არის და იცის რა არის. თუ ეს არ არის მტკიცებულება, მაშინ უნდა განადგურდეს. თუ ის მტკიცებულებაა საქმეზე, კონკრეტული ბრალდების ვადასტურებელი, ასეთ შემთხვევაში გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ და შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ კიდე სხვა პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება, რამდენად დაცულია სივრცე სოციალური თუ სხვა ტიპის მედია და კომუნიკაცია ასეთი ტიპის თქვათ უხეში ჩარევისგან და უკანონო ჩარევისგან. ამაზე იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ საბჭო უნდა შეიკრიბოს და ყველა საკითხზე, რომელსაც დღეს ლაშატუღუში საუბრობდა, ამ საკითხებზე საბჭოს ფორმატში უნდა ჩვენ გვეყოლება დღეს ეკა გიგაურის სტუდიაში, რომელიც არის ასევე ამ საბჭოს წევრი დიახ და ის ისაუბრეს ამ თემაზე. ქალბატონო ეკა იყო დღეს აქტიურად საუბარი იმის შესახებაც, რომ უნდა შეიქმნას კონტროლის მკაფიო მექანიზმი იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რათა არ განმეორდეს ის, რაც იყო თუნდაც გასული წლების განმავლობაში. დღეს თქვენ როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გაქვთ საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ განახორციელოთ თუნდაც საპარლამენტო კონტროლი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე და იყოთ ინფორმირებული იმ დაშვებაზე, იმ დაშვების ინფორმაციაზე, რაც უნდა კონდეს პარლამენტის საკომიტეტის თავმჯდომარეს. ანუ რატომ საუბრობს არასამთავრობო სექტორი ამ კონტროლის მექანიზმის აუცილებლობას? ძალიან კარგი კითხვა და ვფიქრობ, რომ სწორედ საპარლამენტო კონტროლი არის ის მთავარი ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია პარლამენტი და ამ მხრივ მას აქვს სწორედ ეს ვალდებულება აკონტროლოს მთავრობა და ჩვენ კომიტეტს აქვს ეს ფუნქცია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დააკვირდეს რა ხდება მთავრობაში და რა ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, მე მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუდმივი კომუნიკაცია, მე აუცილებლად უნდა გავიხსენო და ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო მთავარი რამ დეპოლიტიზაცია მოახდინა ამ უწყების, რომელიც ყველაზე პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო და ყველაზე პოლიტიზირებული სისტემა იყო. მან მართლაც უმოკლეს დროში მაქსიმალური ეფექტი მიიღო და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოზიცია, ნახეთ არჩევნებში პოლიცია, რომელიც იყო სრულიად დისტანცირებული. ახალ მინისტრთან მე მექნება ძალიან კარგი კომუნიკაცია, ჩვენ ამაზე შევთანხმდით, როდესაც მთავრობის დამტკიცება იყო, მე მაქვს შესაძლებლობა ყველა ინფორმაცია ძალიან სწრაფად მივიღო. საპარლამენტო კონტროლს ჩვენ გავაძლიერებთ და გეგმავთ ამ კუთხით რეფორმირებას, მათ შორის პარლამენტის შიდა კომიტეტების საქმიანობის, რომ ეს სეგმენტი იყოს ძლიერი, რომ ფხიზელი თვალი და ყური არსებობდეს, დამკვირვებელი ფხიზელი, რომ არ გამოგვეპაროს ჩვენ არანაირი ტიპის დარღვევა, არის გარკვეული
პრობლემა, როდესაც ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, მე მაგალითად როდესაც მინდოდა იგივე ძველაია საქმეზე მიმეღო სისხლის სამართლის საქმის მასალები, აღმოჩნდა საკანონმდებლო პრობლემა, რომელთაც ჩვენ აი ამ საქმეს ძალიან ვერ ვეცნობით და მე ვაპირებ პირადად, რომ უახლოეს პერიოდში მოვამზადო ჩვენი საკანონმდებლო ცვლილება, რომ გქონდეს შესაძლებლობა დაშვება ნებისმიერ საქმეზე, მათ შორის იგივე ჯაშუშების საქმე, რომელიც არის გრიფით საიდუმლო, უნდა ეს მოიხსნას, უნდა ნახოთ აქ რა ხდება, ანუ პარლამენტს უნდა გქონდეს ნებისმიერ საქმესთან წვდომის. ანუ მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც პარლამენტარებს ექნება დაშვება გარკვეულ საქმეებზე, რომლებზეც დღეს რომელთა შესახებაც დღეს მათ არ ქონდათ წვდომა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ კომიტეტს უნდა გქონდეს ამგვარად საპარლამენტო კონტროლი, იურიდიულ კომიტეტს, ადამიანის უფლებათა და დაცვის კომიტეტს, ასეთი ტიპის წვდომა უნდა გქონდეს ნებისმიერ საქმეზე, რომ ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა სიღრმისეულად შევისწავლოთ მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევასთან, როდესაც გვაქვს საქმე. ქალბატონო ეკა, მინდა კითხოთ ასევე დღეს ჩვენ გადაცემაში გვეყოლებიან სტუმრად ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებმაც მოამზადეს ერთგვარი ვიდეო კამპანია იმ პროკურორების წინააღმდეგ, რომლებიც გასულ წლებში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაში იყვნენ ბრალდებულები. ეს ადამიანები ამბობენ, რომ დღემდე ეს პროკურორები რჩებიან თანამდებობებზე. წინა მთავარი პროკურორი არჩილ ყბილაშვილი ანონსებდა, რომ პროკურატურის შიგნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ძველი პროკურორების საქმიანობა შეისწავლის და ამის მიხედვით მოხდება ამ ადამიანების თანამდებობაზე დატოვება, გაშება ან მათი პასუხისგებაში მიცემა. თქვენი აზრით, რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული, რატომ გააჩნიათ ამ ადამიანებს დღემდე ეს პრეტენზიები და ეთქრობით თუ არა სწორედ ასეთი ინსტიტუციის შექმნას პროკურატურის შიგნით, რომელიც გამოიძიებს ძველი პროკურორების საქმიანობას? პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირები სრულიად სამართლიანად ითხოვენ მათი საქმეების შესწავლას, გამოძიებას იმ ფაქტების, რომელიც გახდა ცნობილი მათი გათავისუფლების შემდეგ. ჩვენ ეს რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაშიც ჩავწერეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია ამ მექანიზმის შექმნა და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მათ საქმეების ხელახლა გადახედვა უნდა მოხდეს. ასე რომ მე სამართლიანად მიმაჩნია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქმეების გამოძიება, მათ საქმეების გამოძიება გაჭიანურდა და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც დაინიშნა და რომელიც გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს პროკურატურის სისტემაში, სწორედ აი ამ ძალიან პრინციპულ რეფორმას გაატარებს, რომ ის პროკურორები, მაგალითად ხიზანაიძის მაგვარი, დავითაშვილის მაგვარი პროკურორები და ბევრი გვარი შემიძლია დავასახელო, რომლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ იმ პოლიტიკური დავალებების შესრულებაში, როდესაც ადამიანების უკანონო მჟავდება ხდებოდა. ასეთ პროკურორების ადგილი ახალ რეფორმირებულ პროკურატურის სისტემაში არ არის და გენერალური ინსპექცია, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დუნეთ მუშაობდა, მათ აი ამ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში უნდა შეისწავლონ ის ფაქტები, რომელსაც ჩვენ უგზავნით. მე სპეციალური რეკომენდაცია გაუგზავნე ყოფილ მთავარ პროკურორს პატონ ყბილაშვილს ერთ-ერთი პროკურორის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც პატიმრები ამბობდნენ, რომ ის მონაწილეობდა მათ წამებაში. ეს იყო დავითაშვილი. არა, სამწუხაროდ არ მოხდა და შემდეგ დავჭირდა ხელახალი რეკომენდაციის უფრო, ესე ვთქვათ, კაცრი ტონით გაგზავნა და ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი პროკურორების ადგილი მართლა არ იქნება და ეხლა ცვლილებები, რომელიც ხორციელდება მთავარ პროკურატურაში, ეს იქნება იმპულსი და დასაწყისი იმ პროცესის დაწყების, რომელსაც საზოგადოება ელოდება, რომ ბევრი გამოუძიებელი საქმე გამოძიებული იქნას, დამნაშავეები დაისაჯონ და ის პირები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ პროკურორების სახით, იმ ადამიანების შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც მოხდეს. ეს ძალიან რთული და პასუხისგებლო პროცესია და მე მინდა მთავარ პროკურორს უსურვო აქ წარმატება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეხლა პროკურატურას. უმნიშვნელოვანესი მე ვიტყოდი. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებების დაცვით და უნდა განხორციელდეს სამართლისადმი პატივისცემით და სამართლიანობის დამკვიდრების პრინციპით. ქალბატონო ეკა, თქვენ ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ გააკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ უნდა იყოს დაკითხული. თუ მიმართეთ ამ შუამდგომლობით და თქვენს ხელთ არსებული მასალები, თუ გადაეცით ქვეყნის მთავარ პროკურატურას და რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ გეგმავს თუ არა ახალი მთავარი პროკურორი ამ თემაზე მოკვლევის დაწყებას? დიახ, მე მიმაჩნია და ვფიქრობ და არა მარტო მე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომლის მიმართ არსებობს ბევრი ბრალდება
არსებობს ბევრი კონკრეტული პრეტენზია და ამ ფაქტებზე გამოძიება ალბათ უნდა იყოს ინფორმირებული ყოველ შემთხვევაში ის მასალა, რომელიც გაიგზავნებოდა პერიოდულად ჩვენი უწყებიდან, კომიტეტიდან, სხვა ფაქტები, იქ არ არის მხოლოდ საუბარი კონკრეტულ პატიმართებებზე, საუბრობ იგივე ქონების ჩამორთმევის თემებზე. თქვენ რაიმე კონკრეტული მასალა გადაუგზავნეთ, სადაც ადამიანები კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ადებენ ხელს და შესაძლოა პროკურატურისათვის ეს გახდეს მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე გამოძახებისათვის? მე გადაუგზავნე მასალები, სადაც სააკაშვილის უშუალო ოჯახის წევრებს და მის უახლოეს გარემოცვას ასახელებდნენ, რომლის გამოძიებამ შეიძლება მიიყვანოს უკვე კონკრეტული საქმე იქამდე რომ გავარკვიოთ იმ ადამიანებს ვინ ავალებდა ასეთ ქმედებას. მე პირდაპირ სააკაშვილის პატიმრობაში დაპატიმრების და მის სიცხეს სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მოთხოვნით არ მიმართავს, იმიტომ რომ მე დოკუმენტაცია რომელიც მაქვს ხელთ და არსებობს ზოგადად მათ შორის რაც გავაგზავნე უკვე პროკურატურაში და გაგზავნილი ასეთ განცხადებები, სადაც სახელდებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ძმები და ასე შემდეგ, სადაც ქონების ჩუქების ფაქტებია, უსასყიდლო დათმობის ფაქტებია და ასე შემდეგ, უნდა დაიკითხოს ეს ხალხი და გაირკვევა. თქვენს ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საუბრობენ რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, როდესაც არის ძალიან სენსიტიური პერიოდი, დოკუმენტის პარაფირებიდან ოფიციალურად ხელმოწერამდე, საქართველოს ახალი ხელისუფლება თავს შეიკავებს ასეთი გახმაურებული დაჭერებისაგან ან თუნდაც დაკითხვაზე გამოძახებისაგან, რათა არ შეუქმნას დამატებითი დაბრკოლებები ქვეყნის ევროინტეგრაციას. მოდი ესე ვთქვათ, ის რომ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი ბევრ ფაქტთან დაკავშირებით, მე მგონია რომ ეს არის სამართლის სადმე პატივისცემა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვა. და რატომ? იგივე გახსოვთ თქვენ, როდესაც მან თქვა, რომ აფრასიძეების ოჯახს მიმართ, როდესაც განხორციელდა სპეცოპერაცია, მან მისცეს დავალება ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ბარამიძეს, როდესაც იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვა მასობრივი დარბევები, სააკაშვილი ამბობდა, რომ ის უშუალოდ იძლეოდა ამ ტიპის თანხმობას, როდესაც ესეთი უკანონობა ხდებოდა ქვეყანაში. ასე რომ მისივე აღიარებითი განმარტებები რომ ავიღოთ ჩვენ სახელმძღვანელოდ, ნახავთ რომ ბევრი თემაა, რომლის გამოც შეიძლება მას კითხვები დაესვას. რაც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას. ევროპაში ინტეგრაცია, ევროპულ ოჯახში ყოფნა, საერთაშორისო ნორმებისადმი პატივისცემა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამნაშავეებს ხელი დავაფაროთ, თუ ასეთი გვყავს და დავმალოთ დანაშაული. კანონის უზენაესობას ნიშნავს, სამართლის უზენაესობას ნიშნავს, იმას ნიშნავს, რომ რა რანგის ფიგურაც არ უნდა იყოს მოხელე, თუ ის დანაშაულს ჩადის, პასუხი უნდა მოთხოვო. დემოკრატია ამით იზომება სწორედ და ვიღაცა ძალიან ცრუ წარმოდგენა აქვს ევროპულ ფასეულობებზე. სწორედ მაღალი კულტურის მანიშნებელია, რომ გვესმოდა ხოლმე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი თუ სენატორი დაიბარეს დაკითხვაზე, თუ კითხე დააჯარიმეს, თუ პასუხი მოთხოვეს და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე ყავდა და ამბობდნენ, რომ ნახეთ როგორი მაღალი დემოკრატიაა, რომ ხელს არავის არაფარებენ და ჩვენ ვამბობთ ეხლა სააკაშვილს თუ დავკითხავთ, ამიტომ ჩვენ დემოკრატიისაგან გადაუხვიეთ. სწორედ ეგ არის მაჩვენებელი, რომ ჩვენ დემოკრატიას ვცემთ პატივს კანონისა და სამართლის უზენაესობას, რომ როგორი იერარქიც არ უნდა იყოს პირი, თუ მის მიმართ არსებობს კონკრეტული კითხვები, მას ეს კითხვა უნდა დაუსვა და თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა ააგოს. მაშინ მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ვიღაცას აქვს ხელშეუხებლობის გარანტია და ვიღაცას არა. და ეს არის არადემოკრატიულობის მაჩვენებელი. ჩვენ არ გთხოვენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ დავმალოთ დანაშაული. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს, დიახ, არ უნდა იყოს და არც დაუშვებთ ამას, მაგრამ ის რომ მიიჩქმალოს დანაშაულებები, ამის უფლება არავის არ აქვს. გასაგებია და ქალბატონო ეკა ჩვენი ეთერის დასასრულს არ შემიძლია არ კითხოთ ბოლო 2 დღის განმავლობაში კოალიცია ქართულ ოცნებაში შიგნით მიმდინარე კონსულტაციებისა და პოლიტსაბჭოს ხდომების შესახებ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით საგანელიძის მიერ გაკეთებული განცხადება საკუთარ თანამდებობის დატოვებისა და პარლამენტიდან უკან ბიზნესში გადანაცვლების შესახებ მანამდე ზაქარია ქუსხაშვილის გადაყენების შესახებ ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც მართლ კოალიციაში არსებობს. თუ იყო განხილული ის თემები, რომელიც საჯაროზე გამოვიდა, მათ შორის დეპუტატ ლორდ კიფანიძისა და უმრავლესობის ლიდერის საგანელიძის დაპირისპირება, ასევე ზაქარია ქუსხაშვილის თანამდებობაზე გიავრისკის ჩანაცვლება და რეალურად არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში კოალიცია ქართულ ოცნებაში გადახალისება.
არავითარი დაპირისპირება არ არის. ეს შემიძლია გითხრათ ძალიან. ამას თავად აღიარებენ ქალბატონ ლეკა ლორდკიფანიძე არც მალავს მედიასთან საუბრისას რომ მასე და საგანელიძეს შორის დაპირისპირება. რაიმე პირადად კონფლიქტი დათო საგანელიძესთან თუ ვინმე სხვასთან ეს მისი თემაა, მაგრამ მე გეუბნებით რომ გუნდის შიგნით არავითარი დაპირისპირება არ არის. რაც შეეხება დავით საგანელიძეს. დავით საგანელიძე მიმუშავა მართლაც ძალიან შთამბეჭდავად. ის იყო ორი უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მე ვიტყოდი არჩევნების დროს, ეს არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. და მისი შტაბის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა სწორედ აი ამ მართლაც ისტორიული გამარჯვების მოპოვება, ასე რომ მან გაწია უდიდესი სამუშაო და იქნება სრულიად წარმოუდგენელი ჩვენ არ დავინახოთ ის შრომა, რომელიც დათო საგანელიძემ აი ამ პროცესში ჩადო. ის რომ მას აქვს ზოგადად გადაწყვეტილება მიღებული რომ პოლიტიკაში დიდხანს არ დარჩეს, როდის იქნება არ არის საუბარი დღეს ხვალზე გამოკლე პერიოდზე ზოგადად ის ფიქრობს რომ წავიდეს დაბრუნდეს ბიზნესში გარკვეული პერიოდი და ასე შემდეგ ეს მას დღეს არ უთქვამს არც გუშინ და ეს არც დაპირისპირების რაიმე ნიშნის მატარებელი არ არის ეს არის მისი შინაგანი განწყობა და სურვილი მაგრამ გადახალისება თუ იქნება შეიძლება მოხდეს გარკვეული მე ხა დიცულებებს არ ველოდები რაცულებების განხორციელდა უკვე განხორციელდა ამ ეტაპზე, მაგრამ მართლა მინდა გითხრათ, რომ დათომ შეასრულა უდიდესი სამუშაო და მე პირადად ძალიან ადამიანურად ძალიან მადლიერი ვარ და ასეთ დროს როცა ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან ბევრი უმადურობაც არის და ძალიან ბევრი სამდურავიც არის ხოლმე, როცა არაფერს არ აკეთებ, არავინ არაფერს არ გერჩის. როცა მნიშვნელოვან საქმეს ხარ შეჭედებული, იქ შეიძლება ბევრი თქვათ ესეთ უსიამოვნებაც იყოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ დათომში მართლა ძალიან ბევრი იმუშავა, ძალიან ბევრი გააკეთა და მე პირადად ძალიან მადლიერი ვარ იმ შრომის საქმე ჩადო და მთელი გუნდი აი ამ მთელ ამ გამარჯვებაში რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვება არ იყო ეს იყო ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ქალბატონ ლეკა იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობდა დღეს ჩვენს შეკითხვებს ეს არის ტოქ-შოუ დიდი პოლიტიკა თქვენ უყურებთ TV-ს რეკლამის შემდეგ თქვენ ასევე ჩვენს ეთერში ნახავთ.